იგივე შეცდომას არ დაუშვებ, რაც ბავშვობაში გავაკეთე მამა. ნებას არ მოგცემ ჭკუა დამარიგო. იმას ვიზამ, რაც მინდა. რესტორანში მუშაობას ვაგრძელებ. შენ აქ გააგრძელე. რას ნიშნავს? შვილო, ეს ყველაფერი შენთვისაა, ეს სავარძელი შენია. მართალია, შენც მართალი ხარ, რა თქმა უნდა. ჩადებული სანაცვლოდ მოგება გინდა, მესმის. მაგრამ ახლა ამდენი წლის მუშაობისას ის ფული დავაბრუნე, რომელიც დედას ჩემთვის გადაუხადე. როგორც მამაშვილს, ვალები და ვალდებულებები აღარ გვაქვს. ეს სავარძელი დაიღე და ეშენი იყოს. მხოლოდ ჩემი ცხოვრება მჭირდება. ალპ. ცალბატონო ეჯე, ის ინფორმაცია ვიპოვე, რომელიც მთხოვეთ. მადლობა. ქორჰან ათეში. გავდივარ. ტელეფონი ჩართულია. იამურ. ჩემო პატარა ჩიტო, კეთილი იყოს მობრძანება. კეთილი იყოს მობრძანება საყვარელო. მადლობა. იამურ, იცი, გუშინ საღამოს დედას ჩანაწერები დავწერე. ოჩახ, ჩვენი ჭკვიანი. როგორ მოგწონს? უბრალოდ საშინელები ხართ, მართლა. მისმინე, სამზარეულოში მაგიდაზე სიურპრიზი გელოდება. მართლა, გაიქეცი. მოდი დაჯექი. რა მოხდა? ასე დროს რესტორანში არ უნდა იყო. დედა სულთანთან სალაპარაკოდ მივედი. ფერჰათმა და მან იჭხუბეს. და შენ რა? ჩემს გამოიჭხუბეს იამურ. იმის გამო, რომ სახლიდან გამოგვაგდო. ნევა ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას შეწყვიტე. არ ქნა პატარა. საერთოდ ერთადერთი მიზეზი არაა იამურ. არ მინდა რომ ჰაიალის და ბებიამისის კავშირი გაწყდეს. ვერ ვიჯერებ, მართლა, ვერ ვიჯერებ. იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთა. უმიცნობ. ოჯახი ძალიან ახალგაზრდამ დავკარგე. ბებია რომ არა შეიძლება, ვერ გამკლავებოდი. ჰაიალს ჩემს გარდა მხოლოდ ბებია დარჩა. არ მინდა მარტო დარჩეს. თუ რამე დამემართება. ასეა? კარგი. მე რისთვის ვარ? სირცხვილი, შვენიერი დეიდა ყავს. ჩემს გოგოს არაფერი დაემართება. ძვირფასო, ერთადერთი ხარ. შეიძლება ითქვას ჰაიალის მეორე დედა ხარ. კარგია რომ ხარ. იამურ, ერთადერთი ხარ. მადლობა. მოდი დაჯექი. შვილო, მალე მოვალ. და იამური არ გააბრაზო, კარგი? კარგი, ჩემო ანგელოზო. შევხვდებით, ძვირფასო. აბა, გემრიელია? ძალიან გემრიელია. იამურ, ძალიან გემრიელია. გემრიელად მიირთვის საყვარელო. ცოტა აზარტული ვარ, ბატონო ქორჰან. ვხედავ. მაგრამ არც მე ვარ თქვენზე ნაკლებ აზარტული. ვხედავ. ის მეტოქი არ ხართ, რომლის სარდაფასება შეიძლება. უკაცრავად. ალო? დიახ. კარგია. მანქანების დატვირთვა დასრულდა და გზას დაადგნენ. საქმე უგვიანეს ხვალდამთავრდება. გილოცავთ. მეც გილოცავთ. გაჩერდი. ბატონო ალპ, ჩემს აქ მოსვლას ნევასთან კავშირი არ აქვს. შენს დასამშვიდებლად მოვედი. ემირ, რა ჩაიფიქრე? გადმოდი ხართ, ქალბატონო?
გააგრძელეთ. ჩემს კართან რას აკეთებ? არ გითხარი, ჩემთან არ მოსულიყავი. აქედან წაეთრიე. დედა სულთან. დედას ნუ მეძახი, აქედან წადი. კარგი, ჩემი ნახვა არ გინდათ, კარგი. ჰაიალი და ფერჰატი რა შუაში არიან? ჰაიალი შენი შვილიშვილია. საჩუქარი, რომელიც შვილმა დაგიტოვა. ფერჰატი შენი ცხოვრების მეგზურია. შენი დიშვილი. ფერჰატი სახლიდან რატომ გააგდე? შენს გამო გაიგე? საკმარისი არ იყო რომ შვილი წამართვი. ფერჰატიც ჩემს წინააღმდეგ განაწყვე შენს გამო რა აღარ შეგვემთხვა. ახლა ჩემთან მოხვედი და უსინდისოდ ლანგარიშს მთხოვ. უნამუსო. ახლა იმის საქმელად მოვედი რომ აქ გული გაქვს, დედა სულთან. ფერჰატს დედასავით უყვარხარ, შენი წყალობით ობლობა დაივიწყა. ახლა აგდებ. ასე რატომ იქცევი, დედა სულთან? ახლა უნდა ჩაერიო? არაფერი ხარ. შენი შვილიშვილის დედა ვარ. ეს წარსულში იყო, წარსულში. შენს გამო შვილი დავკარგე. როგორ? მე რა შუაში ვარ, დედა სულთან? ასე. ქორწინების შემდეგ სურვილები არ გიმთავრდებოდა. სულ უფრო მეტი გინდოდა და ჩემი შვილი შეუფერებელ საქმეებში ჩაითრიე. დედა სულთან, რას ამბობ? ნუ თუ შესაძლებელია, სედათისთვის არასოდეს არაფერი მithოვია. ჰაიალის გამოც არაფერი მithოვია. ტორტებს და კექსებს ყიდი და სედათმა ამის შესახებ არც იცოდა. ჩემი საჭიროებებისთვის ფულს ამით ვიხდიდი. ღმერთია მოწმე, სედათისთვის არაფერი მithოვია. კარგი რა, ჩემი შვილი გამუდმებით ფულს მთხოვდა რომ შენთვის მომეცა. სინდის ფიცავს, სედათისთვის არაფერი მithოვია, დედა სულთან. კარგად ხარ? ო. ასე კარგად არასდროს ყოფილ ვარ. ახლა მარტო ვარ. კომპანიასთან ურთიერთობა გავწვიდე. როგორ? ერთი წუთით. ახლა ამბობ რომ ქარახუნების კომპანიასთან კავშირი გაწვიდე. დიახ, გაგიჟდი? არა. დიახ, თქვათ გავგიჟდი. მაგრამ რამდენადაც მრავალი წელი ტყუილში ვცხოვრობდი, ყოველთვის დედას ვადანაშაულებდი. და ის ვინც დედას ემუქრებოდა, ძალით ფული მისცა და ქალაქიდან გაუშვა. მამა. ერთი წუთით. ეს ყველაფერი დეი და სეილანს ბიძია ქასიმა გაუკეთა. ჩემი და მამას გზები გაი. ამაზე ბიძია ქასიმი რას ამბობს? რა უნდა თქვას? თუ ღმერთის სამს რა სიტყვის? იგივეს. ძმაო, რომს მოგინდეს ბიძია ქასიმი არ დაგშოვებს. არა, ასე უბრალოდ არაა. ასე მარტივად ვეღარავინ დამარწმუნებს. კარგად იფიქრე, დარწმუნებული ხარ. დედასთან ურთიერთობა ახლა ხანს დაალაგე და ახლა ურთიერთობა მამასთან გაგიფუშდა. ვიცი ბერგ. ჩვენივრად ვიცი, ვერაფერს ვიზამ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. როგორც უკვე ვთქვი, ახლა ქარახუნების კომპანიის საზღვრებს მივმოვარ. კარგი, ახლა გაბრაზებული ხარ, მაგრამ ეს უნდა შეგახსენო, ეს ადგილი ქარახუნების კომპანიის ინვესტიციითაა გახსნილი. მერე? რა მერე? ამბობ რომ კომპანიის საზღვრებს გარეთ ხარ, მაგრამ ეს ადგილი როგორ იქნება? თუ საჭირო გახდება, ნულიდან დავიწყებ, გასაგებია? გზა გამოჩნდება, ახალ გზას თავად გავიკვლევთ. ეჯე. თუ დაკავებული ხარ, მოგვიანებით მოვალ. არა, დაკავებული არ ვარ, შემოდი. როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად. მთელი დღეა კომპანიაში გეძებ, მაგრამ ვერ გიპოვე. აქ არ მისადილია, შემდეგ ცოტა გავისეირნე. ხომისი, ბოლო დროს კომპანიაში ოდნავ დაძაბული მდგომარეობაა. ასეა, ვერ ვიტყვი რომ მართალი არ ხარ. მართლა დედას ველაპარაკე, ფონდში მუშაობას დათანხმდი. დიახ, ხომ იცი, არ შეიძლება ქალბატონ თურქენს უარი უთხრა. როგორ არ უნდა ვიცოდე, ძალიან გამიხარდა. როგორ მიაღნიშნოთ? შეიძლება აღნიშნოთ, თუ გინდა ამ საღამოს ვივახშმოთ. რა თქმა უნდა, თუ სხვა გეგმა არ გაქვს. შეიძლება. მშვენიერი იდეა. რამდენიმე რესტორანი მაქვს, სადაც მინდა წაგიყვანო, მაგრამ რისი ჭამა გინდა? იქნებ
თქვენს რესტორანში წავიდეთ. იქაური საჭმელი ძალიან მომეწონა. იქნებ ბატონი ალფით შემოგვიერთდეს. შეიძლება, როგორც გინდა. მოვილაპარაკეთ. რის წინაშე ბოლოვალი მოვიხადეთ და დავბრუნდი. რაღაც გითხრა შვილო. სასაფლაოზე ადამიანი ფიქრდება, მთელი საურზაური, გარჯა, შრომა. რისთვის? რისთვის? მითხრა. მართალი ხარ შევ. ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებზე უვალებო. ვისაც არ უნდა ეთქვა, ძალიან კარგად თქვა. ყველა მოვკვდები ჩვილო. ახლა ამ მომენტში, სანამ ცოცხლები ვართ, საყვარელ ადამიანებს არ შეიძლება მაგრად უნდა ჩავეხმოთ, შემდეგ ზედმეტი ხდები. თქვენ გეძებდით შეფ. იმედია, ხელი არ შეგიშალეთ. არა, უბრალოდ საუბრობდი ჩვილო. რა მოხდა? რა ხდება, რამე პრობლემა? თუ დაკავებული არ ხართ, შეგიძლიათ სამზარეულოში შემოხვიდეთ. ღუმელს პრობლემა აქვს. ერთი წუთით. ღუმელი არა. სახელი აქვს, ნაზლი. ანუ რადგან ჭირვეულობს, გაიგო რომ მოვედი, მოვენატრე. დიახ, სამზარეულოში წავალ, შევხედავ. შემდეგ ვისაუბროთ. კარგი. შევხვდებით. ბატონო ალფ, კარგად ხართ? მომეჩვენა, რომ დაბრუნების შემდეგ ოდნავ ჩაფიქრებული ხართ. ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა? კი, კარგადაა. ასე კარგად არასდროს ყოფილა. მართლა, მადლობა რომ მკითხე, უბრალოდ მოსაგვარებელი საკითხები მქონდა და მოვაგვარე. ახლა ყველაფერი დაალაგდება. და შენი? ალობით ხდება ეს. ემირ, კეთილი იყოს მობრძანება. როგორ ხარ, ბერგ? კარგად. რესტორანში რა სიტუაცია? როგორც ხედავ, ცუდი არაა. ქალბატონო ეჯე, როგორ ხარ? კარგად. შეგიძლია ეჯე დამიძახო. თქვენი გემრიელი კერძები საჭმელად მოვედით. კარგად მოიქეცით, უკეთესი იქნებოდა წინასწარ გეთქვათ. კარგ მაგიდა საგირჩევდით. ბოლო წამს მოხდა, გარეთ ხომ არ დაგვაყენეთ. როგორ შეიძლება? თქვენთვის ადგილი ყოველთვისაა, გაგაცილეთ. გთხოვთ, მიმტან სახლავე გამოგიგზავნით. გთხოვ ეჯე? რიზოტო ძალიან მომეწონა, რომელიც ბოლოს თქვენ დავჭამე. შეფს, რომელმაც მოამზადა როგორც ჩანს, ნევა ერქვა. შეფი ნევა, რა თქმა უნდა, თქვენ სურვილს გადავცემ. მადლობა. ალფიაკა? დიახ, ოფისში უნდა იყოს. ნახავ, ჩვენი პატარა როგორაა და მაშინ მოვა. კარგი. ახლავე მიმტანს გამოგიგზავნით. მადლობა. ქალბატონო ეჯე, კეთილი იყოს მობრძანება. შევუკვეთეთ. ქალბატონო ეჯე, თუ არ გაბრაზდებით, მინდა რაღაც გითხრათ. რა თქმა უნდა. ქალბატონო ეჯე, ძალიან მომწონხართ. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ქალი ხართ. თქვენ და ბატონი ალფი ერთმანეთს ძალიან უხდებით. ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ბატონი ალფის გარემოცვაში არსებული პარაზიტები ნევას ვგულისხმობ. მედია ისე იქნებით, როგორც გინდათ. იმედი. ნევა. ვიცი, ძალიან რთული რაღაცები გამოვიარეთ. ყველაფერი ძალიან რეულია, მაგრამ როცა დასრულდება, მინდა მხოლოდ კარგი რაღაცეები დარჩეს. დიახ. იმედია, ქალბატონ სეილანთან ერთად კარგად იცხოვრებთ. დიახ. ეს ყველაფერი დედის გამოხდება. სამზარეულოში მელოდებიან. შეფქადიმს არ ვალოდინებ.
ის ცნობილი შეფი შენ უნდა იყო. ვერ მივხვდი. რა თქმა უნდა, არ გაცნობი ვარ. ემირი ვარ. ემირ კარაჰუნი, ალფის ძმა. რა თქმა უნდა, ვიცი. ძალიან სასიამოვნოა, ნევა. შეიძლება ითქვას, რომ გიცნობ. მართლა ყველა შენს კერძებზე საუბრობს. ახალბატონ ეჯეს დღეს აქ მოსვლა სპეციალურად ამისთვის მოუნდა. ემირ? ალფ? თქვენ ის ნებართვით წავალ. ნებას გაძლევთ. როგორც ჩანს, რესტორნის საქმეები კარგად მიდის. კარგად, როგორც ყოველთვის. ისე, გემრიელად მიირთვით. მადლობა. ვარაუდობ, ბოლო ამბებმა დიდი გავლენა ვერ მოახდინეს. რესტორანზე გავლენა არ მოხდენია. მართლა ვის შეიძლება გაეკეთებინა? გაზეთში არსებულ სიახლეებს გულისხმობ. იქნებ ხალბატონ სეილანს მტერი ყავს. ყავს. მაგრამ დედას არა. ეს როგორ? ვინმეს იცნობ? დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ ერთი ვარაუდი მაქვს. ამაზე რატომ ვსაუბრობ? როცა ვიპოვი იმას გავაკეთებ, რაც საჭიროა. გამოდი. თურქან. კასიმ? შენს გამო. რა, ჩემს გამო. დამშვიდი გთხოვ. შვილს შენს გამო დავკარგავ. ამ დღემდე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც გინდოდა. ყველაფერს ზუსტად ვაკეთებდი, მაგრამ კმარა. გესმის? ალფ შენს გამო არ დავკარგავ. ჩემს გამო? რა თქმა უნდა, შენს გამო. მოვლენები, რომლებიც მრავალი წლის წინ მოხდა, მრავალჯერ გადააჭარბე. რა მოხდებოდა? ცოტა თავი რომ შეგეკავებინა, რა მოხდებოდა? იმ საღამოს ასი არ ამბობდი, როცა სეილანმა სკანდალი მოაწყო. თუ როგორც ყოველთვის ტყუილს ამბობდი. არ დაგავიწყდეს, რომ ალფი ამ სახლში მე მივიღე. დიახ, შენ მიიღე. რატომ მიიღე? რომ შენს გვერდით დავჩენილიყავი. ეს რა, ტყუილია? მადლობა ფერჰად. მართლა ძალიან გემრიელად გამოიყურება. გემრიელად მიირთვით. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ დღევანდელი დღე არ დასრულდებოდა. რთული დღე იყო. მართლა. გავიგო, რომ შეთანხმება ბოლო წუთს გადაარჩინეთ. დიახ, მაგრამ მართლა ძალიან რთული იყო. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ შეთანხმება ნამდვილად შეწყდებოდა. ამ მომენტში ბატონი ალფი ჩაერთო და ყველაფერი ერთი მოქმედებით მოაგვარა. ჩვენი ოქროს ბიჭი ასეთია. როცა კომპანიიდან გადის, რაც არ უნდა იყოს, ყველა მასზე საუბრობს. არ თქვა ძმაო, შენზე ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ძვირფასო მართალია. მაგრამ ვფიქრობ, ყველამ ვიცით, ჩემზე რა მხრივ საუბრობენ. რთულია დაიჯერო, რომ ერთად გაიზარდეთ. ორი საერთოდ განსხვავებული ადამიანი ხართ. კარგი მხრივ ვამბობ. თქვენი ბავშვობა ძალიან მაინტერესებს. ალბათ უამრავი მოგონება გაქვთ. ანუ თუ კარაჰუნებს მოვლენები დაუმთავრდება. ალფი და მე რაღაცას მხოლოდ იმიტომ ვაფუჭებდით, რომ ბატონი კასიმი გაგვებრაზებინა. რა მოხდა? ეს გამახსენდა. ბავშვობაში მამას მანქანის დეტალი ავიღე და ბაღში დავმარხეთ. გახსოვს? თავად კასიმ კარაჰუნი მთელი დღე მანქანის გარშემო ტრიალებდა, რომ დეტალი ეპოვა. მაგრამ შემდეგ დაგვსაჯა, დიახ. თანაც როგორ? თქვენმა ბავშვობამ გამუდმებით ცალკობაში გაიარა. როცა იზრდები, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება. იმის შემდეგ, რაც ალფი ამერიკაში წავიდა, კავშირი გაწყდა. ნიუ-იორკში არ იყავი ეჯე? ალფი და შენი ერთდროს უნდა ყოფილიყავით. ძალიან უცნაურია, რომ არ გადაკვეჭილხარ სტუდენტურ კლუბებში მაგალითად. დიახ. ბატონო ალფ, თქვენი აზრით ძალიან უცნაური არაა, რომ აქამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით. ჩხუბი აღარ მინდა.
გთხოვ, ძალიან დავიღალე. თუ არ ვიჩხუბებთ, მაშინ შენ შეცდომებს აღიარებ. არ ვიღებ. მე მიღალადეს. მე დავშავდი. ჩემი შვილი დაზარალდა. უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემ შვილს ბედნიერი ოჯახი ჰქონოდა. მინდოდა მისთვის კარგი დედა ყოფილიყავი. ჩემი შეცდომაა ეს? შენი შვილი? შენი შვილი. შენი შვილი სად არის? ემირი სად არის? ვინ იცის სად არის? ალპი? ალპმა დღეს მითხრა, რომ კომპანიაში მუშაობა აღარ უნდა. ახლა მის გარეშე გავაგრძელებთ. ალფი სად არის? მის გარეშე გავაგრძელებთ. ჩემო ცხოვრება. მისმინე, გთხოვ, წნევა აგიწევს, დამშვიდი, დაჯექი. კარგი, როგორ უნდა დამშვიდდე, როგორ დამშვიდდე? ადამიანი ვარ, რომელსაც ცოლი გამუდმებით ტყუილში ადანაშაულებს და შვილმა მიატოვა. როგორ დამშვიდდე? იქნებ თავადი სურვე, რომ ასე ყოფილიყო. მისმინე? წყალი დალიე. მიდი, ძვირფასო. ძალიან საინტერესოა, ნიუ-იორკიდან ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ ჩამოხვედით. დიდხანს დარჩენას გეგმავთ? სინამდვილეში ვორჭოფობდი, მაგრამ აქ ცხოვრებისას რაღაცეები დავინახე და აზრი შევიცვალე. არ ვფიქრობ, რომ ასე უბრალოდ დავბრუნდები. შვენიერი სიახლეა. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. დიახ, მადლობა ემირს. პირველივე დღიდან ძალიან მეხმარება. მისი წყალობით სტამბოლთან ძალიან მარტივად ვადაპტირდი. სიამოვნებით ვაკეთებ, ეჯე. შენი დახმარება მაბედნიერებს. ასეა. ემირი კარგი მეგობარია. ასეა. ერთმანეთს კომპანიაშიც ძალიან ვეხმარებით. ძალიან კარგი წყვილი გავხდით. სამსახურთან დაკავშირებით საერთოდ ურთიერთობთ, მაგალითად შეთანხმების დადების წინ. მოდი ამ კომპანიასთან ვიმუშაოთ, ამასთან არა. ამის ნდობა შეიძლება, ამის არა. ალფი და მე სამსახურში დიდად არ ვლაპარაკობ. ასე ვთქვათ, განსხვავებული მეთოდები გვაქვს. გავიგე. წინა დღეებში, როცა კომპანიის ახალ შეთანხმებებს ვათვალიერებდი, რამდენიმე საინტერესო გადამზიდი კომპანიის სახელი ვნახე. იქნებ, როცა კომპანიაში მოხვალთ, ბატონო ალფ, ერთად შევისწავლოთ. საჭირო არ არის, ალბათონო ეჯე, რადგან დღევანდელი დღიდან კომპანიასთან ურთიერთობა გავწყვიტე. ახლა მხოლოდ რესტორანში ვიქნები. რა? როგორ? მამამიცის? ვიცის, რა თქმა უნდა. აბატი ეძმაო, მაგრამ მამა ასე მარტივად არ გაგიშვებს. ასეა? თავად წავალ, ძმაო. მაშინ რა გითხრა? დაე, ასე უკეთესი იყოს. უკეთესი იყოს. ბატონო პოლიციელო, კეთილი იყოს მოგზანება. დიდი ალბათობით საჭმელად მოხვედით, მაგრამ სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ სამზარეულო ჯერ არ მუშაობს. ალფ ქარაჰუნი აქა? რა მოხდა? რატომ იკითხეთ? კარგი, კარგი. ნელა მითხარით, კარგი? ალბათონო გონჯა, კარგი. მე მივხედავ. გისმენთ? ალფ ქარაჰუნი თქვენ ხართ? მე ვარ. ხო? თქვენზე საჩივარია, განყოფილებაში უნდა გამოვყვეთ. რა მოხდა? ვიცოდი, მართლა ვიცოდი. რა მოხდა გონჯა? პოლიცია მოვიდა. ბატონი ალფი განყოფილებაში მიყავთ. რა განყოფილება, რა პოლიცია? არ ვიცინება. ბატონო პოლიციელო, შეიძლება გავიგო? რა ხდება ბატონო ალფ? არ ვიცი, ამის გაგებას ვცდილობ. ჩემზე საჩივარია. ვინ მიჩება? შემიძლია ეს მაინც გავიგო. ქორჰან ათეშმა სემაზე გიჩივლად. ის როგორ? აქ თავად მოვიდა. კარგი. გთხოვთ, შეგვიძლია წავიდეთ. ბატონო ალფ, მე წამოვალ. მე ვარ რესტორანში დარჩი. მე წავალ. მადლობა.
დიახ. დირექტორო, როგორ ხართ? მადლობა, მეც კარგად. ვერ გავიგე, ალფი პოლიციის განყოფილებაში რას აკეთებს? დილამშვიდობისა, ეჯი. დილამშვიდობისა. დიმას ჩემზე კითხე და შემოსვლა გადავწყვიტე. კარგად მოიქეცი. რაღაც უნდა გკითხო ემირ. რა თქმა უნდა, კითხე. ლოგისტიკურ კომპანიასთან ეს შეთანხმება. ემირ. შენი ძმა განყოფილებაში წაიყვანეს. პოლიციაში მივდივარ. ადვოკატი შეატყობინე. თქვენს წამოდით. რა განყოფილება, რა მოხდა? არ ვიცი, როგორ ჩანს. ჯგუფში ჩაება. დეტალებს იქ გავიგებ, წამოდი. თუ გსურთ, შემიძლია მე წამოვიდე. პრესა მოვა შეეცდება, ყალბი ინფორმაცია მოამზადოს, ხელს შეუშლი. სწორად ამბობ, წავედით. უკაცრავად. შემიძლია ალფქა რა უნდა დაველაპარაკო. მისი დაკითხვა გრძელდება. მისი ვინ ხართ? მე დაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ მხოლოდ პირველი რიგის ნათესაებს უშვებთ. ალფქა რა უნდა ცოლი ვარ. კარგი, მოიცადეთ, სიტუაცია შევხედოთ. ნევა. ახლა ჩვენს ადვოკატს ვესაუბრე, მალე მოვა. კიდევ რამდენიმე ადამიანს დაურეკავთ, თუ რამე ცვლილება იქნება, შემატყობინე, კარგი? კარგი ბატონო ბერგ. შემოდით. კომისარო, ბატონი ალფის მეუღლე გარეთაა, მისი ნახვა უნდა. შემოვიდეს. ხოთ? ხოთ? რატომ მოხვედინევა? გითხარი რესტორანში დარჩენილიყავი. თქვენი მარტო დატოვება არ მინდოდა. ნევა, ეს ჩემი პრობლემაა. შენი აქ მოსვლა მხოლოდ ყურადღებას მიიქცევს. ყველაფერი ჩემს გამო. ყველაფერი. დედა სულთანი მართალი იყო. შესაძლოა ყველაფერს ვაფუჭებდე, რასაც ვეხები. ნევა, რას ამბობ? თუ ღმერთს გსამს. ჩემი შვილისთვის. ყველაფერს შვილისთვის ვაკეთებდი. მაგრამ კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ცხოვრებას ყველას ვუნადგურებ. ერთი უბედურება არ დამთავრებულა და მეორე დაიწყო. სატვირთოსავით ვარ, რომელსაც მუხრუჭებმა უტყუნა. ერთი წუთით, ნევა. ალბათ ვერ ხვდები, რას ამბობ. შენი შვილისთვის ამ სამყაროს ისე დადაქცევ, რომ ცხოვრება შეეძლოს. და ამის კეთებით სხვებსაც ეხმარები. როგორ ჩანს არ იცი? დედა ჩემი შენი წყალობით ისე ვიცოცხლებს. და თქვენი ცხოვრება, ბატონო ალფ. ეს შემთხვევა ნეგატიური კუთხით გაჩვენებთ. ჯერ წინა კრიზისი არ გასულა და აქ ეს. ნევა, მისმინე, კარგი, ბოლოჯერ გეუბნები. ჩემი პრობლემაა და ამ საქმეს მოვაგვარებ. არა. არა, სანამ ეს საქმე არ გაიზარდა. ქორხანს დაველაპარაკები და ისე ვიზამ, რომ საჩივარი გამოიტანოს. რატომ? არ მესმის ამას, რატომ აკეთებ? ქორხანს ზუსტად ეს უნდა, ისევ რომ მოგიპოვოს. თუ ქორხანის ხელებში ისევ ჩავარდები, დედას რა შეემთხვევა? ნევა, გთხოვ. მისმინე, აღარ მინდა ქორხანთან დაკავშირებით კიდევ გაგაფრთხილო. ჩვენი შეთანხმება მახსოვს. შევასრულებ. მაგრამ ცხოვრებას აღარ გაგინადგურებთ. ვერ ხედავ, როგორ გამკურნე.
ხოლო დედას მეორე შანსი არ გახდი, ჩემთვისაც. შენი ნერვიული აზრები დაივიწყე. კარგზე იფიქრე, ნევა. ნევა. ყველაზე თავდადებული ქალი ხარ, რომელიც ცხოვრებაში მინახავს. ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი. Berg, ვიზია კასი, აქ რა ხდება? პრობლემა არა, ადვოკატები ახლა მოვლენ. პატარა კამათი განსაკუთრებული არაფერი. ნახავთ პატარა თუ არა, ალფის სად არის? ახლა დაკითხვაზეა, შემდეგ გამოვა. შეგეძლებათ ნახოთ, ჯერ პრობლემა არაა. ბატონო კასი, დირექტორი გელოდებათ. კარგი, კარგი. რამდენიმე ადგილას დავრეკავ. რა თქმა უნდა. რესტორნიდან მირეკავენ. დიახ. ადამიანს, რომელმაც იჩივლა, სემის ცნობა აქვს, თანაც შემთხვევით თქვენს რესტორანში მოხდა. გთხოვთ, შეგიძლიათ ჩანაწერი თავად ნახოთ. უკაცრავად, მინდა ალფქარახუნი ვნახო, მითხრეს, რომ დაკითხვა დასრულდა. დოკუმენტები მზადაა, შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ ახლა მისი ცოლი შიგნითაა. ცოტა მოითმინეთ. ცოლი? დიახ, როგორც გითხარით, შიგნითაა, შეგიძლიათ აქ მოიცადოთ.